საინტერესო ტელემაყურებლობა და რადიო მსმენელობა სტუდია ნომერი 8 კვლავ პირდაპირ ეთერში და სტუდიიდან თქვენთვის ვიმუშავეთ ბატონი დავით თარხან-მოურავი და მე ირმა ცხორაგაული. მოგესალმებით ბატონ დავით. ბატონ დავით, მოკლედ შურიანობა და სიბოროტე თქვენს გარშემო რომ თქვენი თავმდევია და ჩვენი პარტიის ზოგადად ეს არ ახალია. გვებრძვიან იმიტომ რომ ყოველთვის სახალხო საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან მოიმატა ამ ბრძოლებმა, მაგალითად ქალბატონი თინა ხიდაშელის კვლევები და მოკლედ აი ახლა სულ ცოტა ხნის წინ კვლავ ტელეგრამ არხზე ესეთი News Georgia ასეთი არხია კვლავ გაჟღერდა ასეთი ინფორმაცია და მე მინდა წაგიკითხოთ მოკლედ ქალბატონმა ჩორგულეიშვილმა პროჩინურები პროირანელები გვიწოდა ქალბატონი ხიდაშელი თulis რომ პროჩინური იდეების მატარებლები ვართ და ახლა აი ამ ტელეგრამ არხში ასეთი რამ წერია News Georgia გვიქვეყნებს ასეთ ტექსტს ქართულ პოლიტიკაში მოულოდნელი შემოbruneba პატრიოტ ალიანსის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა რომლის პარტიასაც პრორუსის იარლიხს აწებებდა წლების განმავლობაში უცებ კრემლის მარცხი აღიარა მან პირდაპირ ეთერში აღნიშნა რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ყველა ფრონტზე მოუგო და თბილისს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვეტონ ამერიკის ლანძღვა რათა ქვეყანა კატასტროფამდე არ მივიდეს ბატონ დავით მოკლედ რატომ გვაწებებენ ამ იარლიხებს აი ამ შემთხვევაში პრორუსების იარლიხს და ზოგადად შეიცვალა რეალურად ჩვენმა პარტიამ კურსი საგარეო კურსი თვითონ წინადადებაა გაუგებარი აი რას ნიშნავს ჯერ რა კრემლის მარცხი მე არ ვიცი და რას ნიშნავს მე ვინ ვარო ან ვაღიარო კრემლის მარცხი ან არ ვაღიარო კრემლის მარცხი ხო პირდაპირ ტელეეთერში ასეთი რამ თქვა კეთილი სრული სისულელე ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში ჩემის აზრით ნუ ჯერ სრული სისულელეა მაგრამ კი ბატონო ჩვენს ქვეყანაში არსებობს დაჯგუფება ადამიანებისა ეს არის დიდი ჯგუფი ეს არ არის პატარა ჯგუფი ნუ პრინციპში ძირითადად ყველა ეს ხალხი იყო შემოკრებილი მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ყველა მაგრამ ასე არა ეხა ბევრი მათგანი პოზიციას იცვლიდა ნუ მაგალითად ავიღოთ თუნდაც რესპუბლიკური პარტია აი იგივე ბერძენიშვილები რომლებიც ლიდერები იყვნენ რესპუბლიკური პარტიის მე ამ პარტიაში იყო დავით უსუფაშვილი მე მანდ იყო თინა ხიდაშელი როგორი იყო მათი პოზიცია უბრალოდ მინდა რომ საზოგადოებამ გაიხსენოს რესპუბლიკური პარტია არსებობდა დავით უსუფაშვილი თინა ხიდაშელი ლევან ბერძენიშვილი დავით ბერძენიშვილი იქ მე მგონი სამნიძე თუ არ ვცდები აი ესეთი ქალბატონები ბევრი ხალხი იყო თვითონ ლევან ბერძენიშვილის ინტერვიუ გვაქვს ჩვენ ობიექტივს სადაც მაგალითად აგვისტოს ომზე ჯერ იძახდა რომ ეს არის უდიდესი ღალატი რომელიც ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა რომ მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფოს უზარმაზარი ზიანი მიაყენა ამ 2008 წლის აგვისტოს ომით და ფაქტობრივად ადანაშაულებს იქ ყველაფერში მიხეილ სააკაშვილს გავიდათ რომ მან შეიცვალა აზრი და სრულიად სხვანაირად საუბრობდა უკვე აღარ ლაპარაკობდა რომ მიხეილ სააკაშვილი იყო დამნაშავე ჩვენ შეგვიძლია ამოვიღოთ ეს პირდაპირ შეგვიძლია ამოვიღოთ ეს ვიდეო მასალები და ალბათ კარგი იქნება თუ ამოვიღებთ კიდევაც და დავანახებთ ამას. მე ვფიქრობ, აი მე მინდა მოუწოდო ეხლა პირდაპირ ობიექტივის ეხლა ვერ მოასწრებს ტექნიკური ჯგუფი ამას. ეს არქივშია, მაგრამ მე მინდა მოუწოდო ობიექტივის ხელმძღვანელობას, რომ ამოიღონ ეს კადრები და გვაჩვენონ. რასაც ეს ხალხი ლაპარაკობდა თავისივე პირით მაშინ. ანუ ჩვენ ყოველთვის, აი აქ რაშია სხვაობა. ჩვენ ერთი და იგივე პოზიცია ჰქონდა მუდმივად. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილმა, მისმა უახლოესმა თანამებრძოლებმა, ამ გუნდმა ნაციონალური მოძრაობისა, ამად გაყიდეს კოდორი, გაყიდეს ახალგორი, შეუწყეს ხელი ამ ტერიტორიების გადაცემას რუსეთისთვის, შეუწყეს ხელი რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებასა და აღიარებას და შეუწყეს ხელი ამას არა მარტო თავისი ქმედებებით, არამედ შემდეგ სტრასბურგში ქმედებებითაც. ანუ პირდაპირ ვამბობთ, რომ სააკაშვილმა, ბოკერიამ, მისმა ჯგუფმა ჯერ გაყიდა კოდორი და ახალგორი. გაყიდა, მიყიდა რუსეთს.
შეუშვა იქ რუსეთის ჯარები მაშინ სადაც ისეთ ადგილებში მაგალითად კოდორი და ახალგორი სადაც ტყვი არ გავარდნილა მერე ქმნიდა ცრუ პროპაგანდას თითქოს იქ რაღაცა ბრძოლები იყო იქ არაფერი ბრძოლები არ იყო ეს სიცრუეა გვაქვს ვიდეო კადრები სადაც ჩანს რომ თვითონ დაიწყო ომიც მან გესმის აი აქ მთელი ამბებია და ამ დროს იგივე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ამბობდნენ რომ ეს რა დანაშაული ჩაიდენა ქვეყნის წინაშე და მერე შეცვალეს თავისი პოზიცია გესმის აქ ეს ძალიან რთული თემაა მოდი 5 წუთი დავუთმოთ ამ თემას და მე გადავალ აი თვალზე დრობევრი გვაქვს კარგია იმიტომ რომ ვეღარ გაერკნენ ვის მხარეს ვართ და ვის იდეებს ვახორციელებთ ბატონო დავით კი ბატონო 5 წუთი დავუთმოთ ამ თემას საქართველო ჩვენ და მე მგონი არა მარტო ჩვენ ვამბობთ რომ საქართველო ერთიანი სახელმწიფოა ჩვენ ვამბობთ რომ სოხუმი და ცხინვალი მიუხედავად იმისა რომ ვერ ვაკონტროლებთ ამ ტერიტორიებს ჩვენ საქართველოს შემადგენლობაში უნდა იყოს და ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი სახელმწიფო დღეს ხელმიწრომა არ აგვაქვს მაგრამ ფაქტია რომ ჩვენს სიტყვიერად სააკაშვილის მომხრენიც და ნებისმიერი ჩვენი მომხრეები თუ მოწინააღმდეგეები სიტყვიერად ჩვენ ყველანი ვადასტურებთ რომ საქართველო არის ერთიანი სახელმწიფო სოხუმი და ცხინვალი არის საქართველოს შემადგენლობაში კი ჩვენ დღეს ხელი არ მიგვიწვდება ვერ ვაკონტროლებთ ვერ სოხუმს ვერ ცხინვალს მაგრამ ჩვენ არ ვაღიარებთ მათ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს საერთოდ არ ვაღიარებთ მათ გასვლას საქართველოდან და ვიღწვით იმისთვის თუმცა ქმედითი ვაწლი ახლა არ ჩანს ხელისუფლების მხრიდან მაგრამ სულ ყველანი ვიღწვით იმისთვის რომ სიტყვიერად მაინც რომ საქართველო იყოს ერთიანი სახელმწიფო მეორე გვაქვს თუ არა რაიმე გეგმა პირადად ჩვენ პარტიას აქვს გეგმა სოხუმის და ცხინვალის დაბრუნების თუმცა ყოველ წელს ეს გეგმა ილუზორული ხდება და ყოველწლიურად უფრო და უფრო ნაკლები შანსია მისი განხორციელების რატომ იმიტომ რომ ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს ამ კუთხით მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლება არის ცალკე მოვლენა მან გაყიდა კოდორი და ცხინვალი ჩააბარა ესენი რუსეთს და გააკეთა ისე ხელი შეუწყო იმას რომ რუსეთს ეღიარებინა ესენი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და მერე სტრასბურგშიც მოაწერა რეზოლუციას ხელი რომელშიც პირდაპირ ეწერა რომ ომი დაიწყო საქართველომ და ახლა გვიმტკიცებს რომ ომიო მე კი არ დავიწყე იმანო ამ დროს არსებობს ვიდეო და მე მოუწოდებ ობიექტს რომ ეს ვიდეო ვაჩვენოთ დღეს ვერ მოხდება მაგრამ ვაჩვენოთ სადაც პირდაპირ ამბობს მიხეილ სააკაშვილის საომარი ოპერაცია მან დაიწყო ახლა აქ მეორე საკითხი დგება აქვს თუ არა უფლება საქართველოს პრეზიდენტს დაიწყოს რაიმე სამხედრო ოპერაცია იმისთვის რომ აღადგინოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აქვს როგორ არ აქვს მიხეილ სააკაშვილსაც აქვს და ვინც არის პირველი პირი ნებისმიერს აბა როგორ ეხლა ხო უნდა როგორღაც აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მაგრამ აი აქ არის დიდი მაგრამ პრობლემა ის კი არ არის შენ იწყებ თუ არ იწყებ შენ გააქვს უფლება დაიწყო მოქმედებები მათ შორის სამხედრო მოქმედებები იმისთვის რომ აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა მაგრამ შედეგი უნდა დაიდოს ერთი სოფელიც რო დაიბრუნო ერთიც შენ გეტყვიან მადლობას სამი სოფელი რო დაიბრუნო შეიძლება დიდი მადლობა გითხრან 30 რო დაიბრუნო შეიძლება გამოგაცხადონ გმირად და თუ მთლიანად აღადგენ ტერიტორიულ მთლიანობას ალბათ რა ვიცი წმინდანად შეგრაცხავ მაგრამ თუ შენ შედეგს უფრო უარეს დადებ ვიდრე იყო გააჩნია ერთ სოფელს დაკარგავ გაგლანძღავენ 10 სოფელს დაკარგავ ეს ბუნებრივი მოვლენაა გეტყვიან რომ ძალიან დამნაშავე ხარ და 200 სოფელს რო დაკარგავ მოღალატე ხარ აბა ვინა ხარ აი ამაშია საქმე რომ პასუხისგებლობა და ვალდებულება ან ნუ დაიწყებ რაღაცას ან თუ 200 სოფელს დაკარგავ და ამის მერე კიდე აღიარებენ იმათ დამოუკიდებელ ქვეყნებთან ბათ რატო გიკვირს რომ მოღალატე ხარ აბა რა ხარ ასეთი სისულელე თუ ჩაიდინე და ამას ემატება ის რომ ჩვენ ვამბობთ რომ ეს განზრახ გააკეთა მან განზრახ არანაირი შანსი არ ქონდა ჩვენი გამარჯვების და განზრახ გააკეთა ეს ყველაფერი და მე თვითონ იბნეოდა თავის სიტყვებში თავიდან იძახდა რომ ჩვენ დავიწყეთ ეს ოპერაცია მე იძახდა ჩვენ არ დავიწყეთ ოპერაცია თავიდან იძახდა ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ცხინვალს და გვაქვს ამის ვიდეოები და მე იძახდა
იქ არმია იყო და 500 თუ რაღაც ტანკი გადმოვიდაო, თუ ამდენი ტანკები იყო და ეს ვიცოდითო, მაშინ რატო დაიწყე ეს ოპერაცია? აქ აი ამაშია საქმე, რომ მთლიანად ეს ყველაფერი იყო დიდი ავანტიურა და დიდი ტყუილი და ღალატი და გაყიდვა. და მაგ დროს იგივე რესპუბლიკური პარტია და სხვაებიც პირდაპირ დანაშაულებდნენ სააკაშვილს, რომ წარუმატებელი ოპერაცია, რომ დანაშაული იყო ამის გაკეთება, რომ მე მახსოვს ბერძენიშვილი, რომელიც ამბობდა, რომ იქო მესამე ტერიტორიას ჩვენ ვაკონტროლებდით, შერიგება დაიწყო და აი ეხლაო ხედავო, ეს რამხელა ის ჩაიდინაო დანაშაულიო და შემდეგ შეცვალეს ტექსტი და სხვანაირი საუბარი დაიწყეს. ასე რომ ეს რაც შეეხება ომს, ეს ცალკე თემა. ეხლა მეორე თემა ის არის, რომ ზოგადად ეს არის ხალხი, რომელიც სულ რაღაცაში ადანაშაულებს ყველას. ახლა ჩვენ როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ? მე ვამბობდი და ვამბობ ხმამაღლა. არსებობს, მე ვამბობდი ხმამაღლა და არსებობს ვიდეო მასალა ობიექტივმა სააკაშვილზე ფილმი გადაიღო, რომელშიც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ სკოლაში იყო კომკავშირული გაზეთის პროექტორის ხელმძღვანელი, რომ იყო იქ კომკავშირის დივნის მოადგილე ამ კუთხით. შემდეგ იყო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის კომკავშირის მდივანი. შენ თვითონ გახსოვს, როდის მოდიოდა ის, იმიტომ რომ შენს კომკავშირში იყავე მაშინ და გახსოვს შევხვდით ერთმანეთს, პირველი მაისის მე მგონი ხო რაიონში, სადაც აბეზღებდა სხვა კომკავშირლებს. სია მოიტანა კომკავშირლებს, რომ ეკლესიაში დადიოდა, ეს გახსოვს შენ. ამის მერე ის კგბ-ს ხაზით ჩავიდა და სწავლობდა კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ხო აი ამ ფაკულტეტზე. შემდეგ გახსოვს, რომ იყო კგბ-ს ჯარში. შემდეგ დოკუმენტები გვაქვს და ვიდეოები, რომ კგბ-ს ჯარშიც იყო და პლუს მსახურობდა კგბ-ს სასაზღვრო პუნქტზე. ეს დოკუმენტიც გვაქვს. გვაქვს უკრაინის საგარეო დაზვერვის, არა რუსეთის, უკრაინის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის ვიდეო, სადაც პირდაპირ ამბობს, რომ ამან სრული კურსი გაიარა კგბ-ში. თავისი მოთხოვნით მთხოვდაო, რომ ჩაგვერიცხა. და თუ გახსოვს მერე, რომ ჩამოვიდა საქართველოში, როგორც უკვე კგბ-ს ოფიცერი, რომელსაც დოკუმენტი წერილიც კი ჰქონდა საქართველოს კგბ-ში. შემდეგ აქ რევოლუცია მოხდა, შეიცვალა კომუნისტური წყობა, ეროვნული მთავრობა მოვიდა და წავიდა ამერიკაში. ასე რომ ჩვენ ვიცით, რომ ის კგბ-ს თანამშრომელი იყო, ეს დადასტურებულია. და მთელი ქმედებები სააკაშვილის ხელისუფლების იყო სასიკეთო რუსეთისთვის და მტრული საქართველოსთვის. გარდა სოხუმი და ცხინვალის დაკარგვისა, არავინ არ ლაპარაკობს ერთ უმნიშვნელო რამეზე, უმნიშვნელოვანესზე, რომ როდესაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, ამ დროს მთელი ერთი წელი სანამ ის მოვიდოდა ხელისუფლებაში, წელიწად ნახევარი. შევარდნაძეს მიყავდა სერიოზული მოლაპარაკებები ამერიკელებთან და რუსეთთან. მაშინაც იყო პერიოდი, როცა რუსეთი ძალიან სუსტი იყო და ამერიკა ძალიან ძლიერი და ეს იყო პირველი ვითარება, როდესაც ამერიკა და რუსეთი შეთანხმდნენ და რუსეთი დათანხმდა პირველად, რომ ბათუმში, სადაც რუსული ბაზა იყო, იქვე ასევე განლაგდება ამერიკული ბაზა. თუ გახსოვთ ამაზე, წელიწად ნახევარი მუშაობდა ედუარდ შევარდნაძე. წელიწად ნახევარი, რომ ბათუმში რუსეთის ბაზას გვერდზე გაჩნდეს ამერიკული ბაზა და პირველად რუსეთმა თანხმობა მოგცა. იმიტომ რომ ძალიან სუსტი იყო მაშინ. შეიძლება უფრო სუსტი ვიდრე აი ახლა. მაშინ იყო ძალიან სუსტი. ოღონდ ითქვა, რომ ეს იქნება ანტიტერორისტული ცენტრები, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? რუსული ბაზას უნდა დარქმეოდა რუსული ანტიტერორისტული ცენტრი, აქ უნდა გაჩენილიყო ამერიკული ბაზა, მასაც უნდა დარქმეოდა ანტიტერორისტული ცენტრი და ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როცა ამერიკული შეიარაღებული ძალები ლეგალურად ყველას თანხმობით შემოვიდოდა საქართველოში და ერთმანეთს დააბალანსებდა. ეს რომ მომხდარიყო საქართველოში აღარასოდეს არ მოხდებოდა არც 2008 წელი. აგვისტოს ომი, არც სოხუმს არავინ აღარ აღიარებდა, არც ცხინვალს და საერთოდ დაიწყებოდა უკან ინტეგრირების პროცესი, რატო? იმიტომ რომ ამერიკული სამხედროები და რუსული სამხედროები ერთმანეთს დააბალანსებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირ ჩვენ ტერიტორიაზე დაიწყებოდა საომარი მოქმედებები. ეს იყო უდიდესი გამარჯვება შევარდნაძის პოლიტიკისა და პირადად შევარდნაძის. და უცებ რა ხდება? ხდება რევოლუცია. შევარდნაძე მოდის მიხეილ სააკაშვილი და
პირველი რასაც იწყებს სააკაშვილი, ბოკერია და ეს ხალხი, რომ იმას კი არა რომ შემოვიდეს აქ ამერიკული, არ გვინდაო, არც ამერიკული ჯარიო, არც რუსული, გავიდნენ რუსეთის ჯარებიო და საოცრება რუსეთის ჯარი უცებ თან ხდება გასვლასა. აი ხდება საოცრება და იცახის რომ ჩვენო გავალთო და ამერიკელებიც აღარ იქნებიანო და აი ეს გააკეთა სააკაშვილმა. ისტორიული შანსი მოსპო იმისა რომ აქ მართლა ძალთა ბალანსი შემდგარიყო. ეს ეხა ყველას დაავიწყდა და ამაზე რატომღაც არავინ არ ლაპარაკობს. ეს არის მეორე თემა. ახლა მესამეზე ვისაუბროთ. მესამე თემა რა არის რომ ამის მერე, სწორედ ამ დიდი ღალატის მერე. ესე იგი მას მერე, რაც მიხეილ სააკაშვილმა არ მისცა ამერიკას საშუალება რომ აქ საქართველოში მისი ბაზა შექმნილიყო რუსული ბაზის გვერდზე, რასაც რუსეთი თანახმა იყო. აი ამის მერე მიხეილ სააკაშვილი ყველას, ვინც ამის წინააღმდეგ გამოდიოდა, მათ შორის ჩვენ ვამბობდით, რომ შემოვიდნენ ამერიკელებიც, ყველას დაუწყო რუსეთის აგენტების ძახილი. და საერთოდ თუ ადამიანები ამბობდნენ, რომ არ გვინდა რუსეთის ლანძღვა არ არის ეგ საჭირო, პირიქით დავიწყოთ ეკონომიკა ძალიან გჭირდება, ეკონომიკური ურთიერთობა გჭირდება, ნუ ვლანძღავთ, მშვიდობით ვილაპარაკოთ, ვეძებოთ გასაღები სოხუმის ცხინვალის, ყველა გამოცხადდა რუსეთის აგენტად. ეს გრძელდება. დაუსრულებლად სააკაშვილის მომხრეები აგრძელებენ აი ამ გზას. თვითონ აგენტები. ეხლა გვარამია, რომელსაც 40 მილიონი მისცა ქართულმა ოცნებამ დააფინანსა თვითონ. ეს ჯერ ქართული ოცნების მხრიდან რა ნაბიჯი, ეს არის მტრობა ჩვენი ყველას. რომ შექმნას ხელოვნურად ეს გვარამია და აი ეს ხალხი, რომელმაც ფული აიღო, მე წინაჯერზე ვთქვი, რომ ესენი ვინ ზიან, ტყუილა კი არ ზიან. ამათ ყველამ ფული მიიღო და ვალდებულებები აიღო ქართული ოცნების წინაშე თქო და არ შეასრულა მე ეს ვალდებულებები და ეხა წარმოიდგინე შენ რომ აი ეს ხალხი ყველას რუსეთის აგენტს ეძახის, თუ კი არ გამოდიხარ და დედას არ აგინებ რუსეთს, უკვე რუსეთის აგენტი ხარ. და თუ შენ დაბალანსებულად საუბრობ, ან რაღაც ფაქტს აღიარებ, ეს მათთვის საოცრებაა. ახლა მე რა ვთქვი ისეთი. ჯერ ერთი სრულიად სხვა რაღაცეები ვილაპარაკე და იქ სხვა ამონარიდებია. მე ვისაუბრე კონკრეტულ ფაქტებზე. მე ვთქვი, რომ საქართველო არის ამერიკული ქვეყანა. მე ვთქვი, რატომ არის ამ ამერიკული ქვეყანა? ვთქვი, იმიტომ არის ამერიკული ქვეყანა საქართველო, რომ საქართველო საჯაროდ ღიად თანამშრომლობს ყველა ძალოვან სტრუქტურასთან შეერთებული შტატების და ევროპისა და საქართველო არ არის რუსული ქვეყანა, იმიტომ რომ არც ერთ ძალოვან სტრუქტურებთან რუსეთისა და ამერიკისა, რუსეთისა ბოდიში ის არ თანამშრომლობს. საქართველოს ყველა სერიოზულ მნიშვნელოვან სახელმწიფო სტრუქტურაში ზის ამერიკის წარმომადგენელი. ძირითადად სპეცსამსახურების და არ ზის რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელი. საქართველო მიუხედავად უზარმაზარი დაპირისპირებისა დღევანდელი მთავრობისა, კობახიძის მთავრობისა ტრამპთან, საქართველო მიუხედავად ამისა არის არა მარტო გავლენის ქვეშ, ძალიან ბევრ მოთხოვნას მაცას ჩვენ ვასრულებთ. და ვართ ამერიკული ქვეყანა, აბა რუსული ქვეყანა ვართ და ეს ბრალდებები, რომ ესენი რუსული ხელისუფლებაა, სიცრუეა, ესა ვთქვი. ეს არის აი ამ გვარამიების და სააკაშვილების და მიშისტების მორიგი ცრუ ბრალდებები და ტყუილები. და ეს ვთქვი, და ვთქვი, რომ ფაქტი სახეზეა, ფაქტი. რომ ის დაპირისპირებები, რომელიც დღეს არის, იქ ავიწროვებს ამერიკა რუსეთს. და რუსეთი მარცხდება იქ, ეს თქვი და ამათმა უცებ გამოაცხეს, რომ რა პოზიცია შევიცვალე. ჩვენ არა ვართ არც პრორუსები და არც პროამერიკელები, რითი არ შედის ამათ ტრიში. რომ მოსკოვში არაერთხელ იყვნენო პატრიოტ ალიანსის ლიდერებიო და რისთვისაც ვიყავით, ეს ვფიქრობ ნათელია და სწორედაც საქვეყნო საქმისთვის ვიყავით და რა თქმა უნდა, აქ არის მარტივი რამე. არსებობს ფლანგი, სააკაშვილების ფლანგი, რომელიც შენ გეუბნება, რომ შენ ხარ რუსეთის აგენტი. სულ ამას გეუბნება, შენ ხარ, არა ხარ, ისინი ამას გაბრალებენ და არა მარტო შენ, ყველას აბრალებენ, აგერ ქართულ ოცნებას სულ ყველას აბრალებენ. ეს ამბავია. და უცებ შენ ეუბნები, რომ შევხედოთ სიმართლეს, დავინახოთ სიმართლე, რომ იქ მარცხდება, ძალიან უჭირს ყველა მხარეს რუსეთს ეს ფაქტია, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთთან ჩვენ გვჭირდება მშვიდი, წყნარი, დაბალანსებული ურთიერთობა, არ უნდა ვლანძღოთ, არ უნდა იყოს ომი. და ვიძახით რომ ამერიკასთან უნდა დავალაგოთ. ამას ქართული ოცნებაც იძახის რომ უნდა გადავტვირთო დავალა, უბრალოდ ვერ გადატვირთავს ამას კობახიძე, თორე ეს უნდა გაკეთდეს. და როგორც კი ესეთი რაღაც თქვით, ახლა აღმოჩნდა რომ პრორუსებიო, პროამერიკელები გახდა. ეს იდიოტიზმი არაფერი არ არის, ჩვეულებრივი
პიარია და სისულელია, მოკლედ, მარტივად რო გითხრა. გასაგებია. სრული სისულელია. ეხლა თქვენ კი საუბრობდით, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის ასე ვთქვათ, ანასხლეტების საუბარია, რომ ყველას აგენტებად რაცხავენ, მაგრამ ქართულმა ოცნებამ შეისხორცა ეს პრაქტიკა, ეს მანკიარი პრაქტიკა და ბატონი კობახიძე დღეს უკვე და არა მხოლოდ ძალიან ადვილად თავის ოპონენტებს, მოწინააღმდეგებს, განსხვავებული აზრის ადამიანებს მაშინვე აგენტებად რაცხავს. მინდა გითხრათ, რომ მისი თქმით, ევროპარლამენტის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, მოკლედ ევროპარლამენტმა ასეთი რამ განაცხადა, რომ შემუშავებულ იქნება სავარაუდოდ სამომავლოდ ასეთი სტრატეგია, რომ უვიზო მიმოსვლა ყველას კი არ შეუჩერდეს საქართველოში, არამედ დარჩეს სხვადასხვა კატეგორიებს და მათ შორის სამოქალაქო აქტივისტებს. მოკლედ ამაზე ბატონმა კობახიძემ ბრძანა, რომ ეს არის უსამართლო ჩანაწერიო და არ შეიძლება მხოლოდ აგენტურას დაუტოვონ უვიზო რეჟიმი. ანუ სულ ახლა ევროპული პროგრამის კვლევების თანახმად საქართველოს მოქალაქეების 71% ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. 79% დარწმუნებულია, რომ წევრობა ქვეყანას სარგებლობას მოუტანს და 56% ფიქრობს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ხელისუფლების მიერ მიღებულმა კანონებმა დააზიანა. ანუ 71% ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ეს არის სწორედ ის 71% ბატონო დავით, რომელიც ქუჩებში გამოდის აი ამ აქციებთან დაკავშირებით, რომელსაც უნდა ევროპა, მაგრამ არა მხოლოდ ამ მიზეზით, არამედ ქართული ოცნების მოწინააღმდეგეც არის, არ მოწონს. აი სწორედ ამ 71%-ს ბატონი კობახიძე უწოდებს აგენტურას. როგორ ფიქრობთ, ეს 71%, ვისაც არ მოწონს ქართული ოცნება, აგენტები არიან? არა, ნუ ეხლა ეს ხო სრული სისულელია. საქმე რაშია, რომ ჩვენი საზოგადოება ამ საკითხში, ევროკავშირის საკითხში გაურკვევლობაშია და მე ვიტყოდი დაბნეულიც არის. ამ დროს უნდა უთხრა ყველას, ზოგს არ უნდა ევროპა, ზოგს უნდა ევროპა. აქ პირველი თემა ისაა, რომ ბევრი ადამიანია ჩვენ საზოგადოებაში, ვინც გარკვეული არ არის საერთოდ, უნდა მას ევროპა თუ არ არის. მეორე არის ის, რომ არის ხალხი, რომლებსაც არ უნდა ევროპა და არის ხალხი, რომლებსაც უნდა ევროპა. მესამე კიდე ისაა, რომ ბევრი საერთოდ აი დიდ გაურკვევლობაშია. საერთოდ აი ამ საკითხში არა აქვს სწორი ინფორმაცია. ზოგს გონია, რომ უმრავლესობას ევროპა არ სურს და ზოგს პირიქით გონია, რომ უმრავლესობას ევროპა სურს. არა და უნდა ვთქვათ ესეთი რამე. ჩვენ მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წელს ყველაზე დიდი და მასშტაბური კვლევა საქართველოს ისტორიაში, ასეთი მასშტაბური კვლევა არასოდეს არ ჩატარებულა საქართველოს ისტორიაში არჩევნებზე 2.150.000 კაცზე მეტი არასოდეს არ მოსულა. არასოდეს. ისტორიული მაქსიმუმი არის 2.150.000 დამოუკიდებელ საქართველოზე მაქვს ლაპარაკი. და ჩვენ კი არ ფურცელი კი არ შევავსეთ, აუდიო ჩავწერეთ, აუდიო, აი. მტკიცებულების. აუდიო მტკიცებულება, ჩვენ ჩავწერეთ 1,200,000 კაცის აუდიო მტკიცებულება. სადაც ადამიანებს ვეკითხებოდით და ხმას ვწერდით პირდაპირ, რომ რა გინდა შენ. და აქედან მერე სახელმწიფომ შექმნა სამსახური სპეციალური, ამ სამსახურმა მოვიდა, შეისწავლა ეს აუდიოები, წაიღო 900,000 იმ აუდიოებიდან აღიარეს 300,000 ყალბი კი არ იყო, ხარვეზიანი იყო, იმიტომ ადამიანს რო ურეკავ, ზოგი ადამიანი რაღაცა ისეთ პასუხს გაძლევს, გაუგებარ პასუხს, ხვანაირ პასუხს, დიდი ხანი ლაპარაკობს, ვერ გაიგებ რას ამბობს და კი ბატონო 300,000 ესე ვთქვათ დაიბრაკა, რომ აქ არ არის კაფიოდ განაპასუხები არ იყო იქ გასაგები. მაგრამ ხან თქვენს რომ ეს კითხვა არაა კარგად დასმული, ხან თქვენს პასუხი არაა 900,000 პატარა რიცხვია. 900,000-მა კაცმა კაფიოდ ჩანდა იმ ჩანაწერებში მათი პასუხები. კაფიო იყო ძალიან. წარმოიდგინე 2.150.000 კაცი იყო ისტორიული მაქსიმუმი და 900,000 კაფიო აუდიო ჰქონდა. იქ იყო პირველი კითხვა, გსურთ თუ არა ევროინტეგრაცია. და მინდა უთხრა ყველა ჩვენ მაყურებელს და ყველას, რომ 70%-მა თქვა, რომ გვინდა ევროინტეგრაცია. და ეხლა 71 ამბობს, რომ მინდა ევროკავშირში. იქ ესე არ იყო კითხვა დასმული, რომ გსურთ თუ არა ევროკავშირში. იქ იყო კითხვა ესე, რომ ევროინტეგრაცია და ნეიტრალიტეტი, არა ნატო. და
10%-მა ზუსტად გეტყვით 79.4%-მა თქვა, რომ მე ნატო არ მინდა ნეიტრალიტეტი, მაგრამ მინდა ევროინტეგრაცია. ასე რომ ეს არის მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთა, ეს მაყურებელმა მინდა რომ იცოდეს და ეხლა ახალი კვლევით 71% ამბობს, რომ მას უნდა ევროკავშირში. ეხლა წევრობა უნდა, ინტეგრაცია უნდა, ჩვენ მომხრე ვართ, რომ შვეიცარიის ტიპის ინტეგრაცია მოხდეს. შვეიცარია ინტეგრირებულია ევროკავშირში ისევე ღრმად, როგორც მაგალითად, არ ვიცი, საფრანგეთი. მაგრამ ამავდროულად პოლიტიკური თვალსაზრისით შვეიცარია შენარჩუნებული აქვს სრული დამოუკიდებლობა, ბევრად უფრო დამოუკიდებელია ვიდრე იგივე საფრანგეთი და ეს მოდელი ჩვენთვის ყველაზე კარგია. თუმცა ნებისმიერი მოდელი მისაღებია მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეს სურს და მაშინაც სურდა და ჩვენ მაშინ ამას არ უმალავდით, ღიად ვამბობდით ამას, ეს ერთი თემაა. ამავდროულად იგივე 70%-მა მაშინ თქვა რომ მე მინდა ევროკავშირში ინტეგრაცია, მინდა მე ნეიტრალიტეტი, მაგრამ ამავდროულად რუსეთთან მინდა დალაგებული ურთიერთობა, მინდა დიალოგი რუსეთთან, მინდა ღრმა, მყარი ეკონომიკური ურთიერთობები და მშვიდობა მინდა მასთან. აი ესეთი რაღაც მოხდა მაშინ და დარწმუნებული ვარ, რომ ეხლაც იგივეა. ეხლაც აბსოლუტურად იგივეა. ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ და ასე უნდა შევხედოთ ამ ვითარებას. რაც შეეხება იმას, რომ ყველა ადამიანი, ვისაც უნდა ევროპაში ინტეგრირებული იყოს, საქართველოს არის აგენტი ან მოღალატე, ეს სისულელეა და თუ ამას ვინმე ამბობს, ნუ ეხლა ბატონი კობახიძე. არ ვიცი ეხლა ბატონი კობახიძე ამას გულისხმობდა თუ არ გულისხმობდა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ასეთი აზროვნება არასწორია. რეალურად არასწორია და საერთოდ რაღაცა ბოდვაა. ბატონი კობახიძისვე თქმით, მსგავსი დოკუმენტები, მოკლედ ახლა ევროპარლამენტში ჩვენ ვიცით, რომ ძალიან მკაცრი რეზოლუცია იქნა შემუშავებული და აი ამ დოკუმენტზე საუბრობს, რომ მსგავსი დოკუმენტები ქართულ საზოგადოების ინტერესს აღარ იწვევს, რომ მით უმეტეს ამ წუთში საუბრობთ, რომ 70-71% სწორედაც რომ ევროპის ინტერესი არა, იწვევს, უბრალოდ ღელვარება ჯერ არ ჩანს, იმიტომ რომ დაიღალა ხალხი. მაგრამ როგორ არ იწვევს, რა თქმა უნდა, ხალხს ეს ადარდებს. თუმცა ბატონი კობახიძე ზუსტად ამ ღელვარებასთან დაკავშირებით იცით რას ამბობს ბატონ დავით, რომ ეს არის საბოლოო ბერკეტიო, რომელსაც ევროპარლამენტიო და ევროკავშირი გამოიყენებსო და ისო ხალხსო არც კი გაატოკებსო, რომ ვიზა ლიბერალიზაცია რომ წაართვანო. ეს ბოლო ბერკეტიაო და ამით აღშფოთებასაც კი ვერ გამოიწვევენ ხალხში არა, გასაგებია, მე მესმის, ნუ ბატონი კობახიძე ევროპის წინააღმდეგია. ეს ერთი მხრივ და მეორე მხრივ ფეოდალური და მონათლობელური საზოგადოების შენებლობის მომხრეა, ესეც მესმის. და ისიც მესმის, რომ ჩვენ საზოგადოებაში არის ბევრი ხალხი, მაგრამ ეს უმრავლესობა არაა, ვისაც ეს მოწონს. ესეც მესმის მე. ჩვენ გვესმის, რომ არის განხეთქილება, გვესმის ეს ახლა ოჯახის წევრები ყავს, რომლებიც მეც მაგალითად პირიქით მოწონთ კობახიძე და მოწონთ ასეთი მიდგომა. ნუ რას იზავ, ეგ არის დემოკრატია და ასთა სხვადასხვაობა. ზოგს მოწონს, რასაც ამბობს კობახიძე, არის ადამიანები, ვისაც არ უნდა ევროპა, ან ნეიტრალურია, უნდა ევროპა, თუ არ უნდა ევროპა, ბოლომდე არ არის გარკვეული. არის ადამიანები, მაგრამ ნეიტრალიტეტი უნდათ. არის ადამიანები, ვისაც მოწონს კობახიძე, არ მოწონს, მაგრამ არ არიან ესენი უმრავლესობა, ესენი არიან უმცირესობა. კარგია თუ არა ცუდი ევროპა, კარგია. ჩვენ ამას ვერ ვიგებთ, რომ ევროპის ბიუჯეტი არის შედგენილი ისე, რომ ეს არის ბევრი ფული, რომელიც მოდის ქვეყნებში. ამ წუთში ფაშინიანმა რამდენი მილიონი, ათეულობით მილიონი დოლარი. ეს არის ფული, რომელიც მოდის და რატომ არ შეიძლება ვიყოთ როგორც პოლონეთი ევროპაში, რომელმაც არაფერი არ დათმო. ყველაზე მეტ თანხებს იღებს პოლონეთი. თავისი ეკონომიკა ნელ-ნელა ფეხზე დააყენა. შეიარაღებული ძალები ფეხზე დააყენა. და ამ დროს ერთი აი არაფერი არ მსხალი არ დაუთმია არაფერი ევროკავშირისთვის. ეროვნულ პოლიტიკას ატარებს, ეროვნულ პოლიტიკას ჩვენც ესე რატო არა ვართ? შეგვიძლია ჩვენც ესე. ჩვენ სულ სხვა რამე ხდება აქ. პოლონეთი არ აშენებს ფეოდალურ მონათლობელურ სახელმწიფოს და ამიტომ არ უჭირს იქ ყოფნა. ჩვენთან თავარი პრეტენზია ეს არის. ამას ხო კობახიძე არ აღიარებს, იმიტომ რომ მისი გაკეთებულია ეს. თუმცა ბატონო იმიტომ რომ ვინც არ უნდა მიიღოს ის კანონები, რა კანონებიც კობახიძე მიიღო, იტალიამაც რომ მიიღოს და საფრანგეთმაც. იგივე რეაქცია იქნება. იგივე ეთქვის რომ ეს რას აკეთებს შენ?
იგივე რეაქცია იქნება. აი სწორედ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, მოკლედ ბატონი კობახიძე ამბობს, რომ არანაირ ინტერესს არ იწვევსო და არც აპირებენ, რომ ამ ევროპარლამენტის უმწოვესი რეზოლუციის მოთხოვნები შეასრულონ. უფრო მეტიც, ბატონმა პაპუაშვილმა ასეთი რამ ბრძანა, რომ ჩვენო ასეთი ევროპაო, როგორიცო დღეს არისო, საერთოდაც არ გვჭირდებაო. მაგრამ საოცრება ის არის, ბატონო დავით, რომ ამის პარალელურად პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ლუქსემბურგს თხოვნით მიმართავს, რომ უშუამდგომლოს საქართველოს მხარეს ევროპასთან ახალი დიალოგის დაწყებაში. აი როგორ ფიქრობთ, რა ხდება, რატომ უნდათ ეს დიალოგი, თუ კი ასეთი ცუდია ევროპა, თუ კი არაპირებენ გაწევრიანებას, არ აინტერესებთ ეს ვიზა ლიბერალიზაცია, რა მოხდა, რა შეიცვალა, რატომ უნდათ დიალოგი ევროპასთან? ფაქტია, რომ ითხოვენ უკვე ამ დიალოგს. როგორც მე უკვე ვთქვი, 2020 წელს ჩვენ დავდეთ, ფაქტობრივად დავდეთ 900.000 უკამათო, უდაო აუდიო ჩანაწერი, სადაც ჩვენი მოსახლეობის 900.000 კაცი აუდიო ინტერვიუ დაიდო, სადაც ამბობდნენ, რომ ჩვენ გვინდა ევროინტეგრაცია. იქ არ იდგა კითხვა ევროკავშირის წევრობა, ევროინტეგრაცია, ღრმა ევროინტეგრაცია გსურს. ამავდროულად იგივე ხალხი ამბობდა, რომ ჩვენ გვინდა ნეიტრალიტეტი, 69.4%. და 70%-ზე მეტი ამავდროულად გამოკითხულებისა ამბობდა, რომ ეს ყველაფერი გვინდა ევროინტეგრაცია, ნეიტრალიტეტი, არ გვინდა ნატო, მაგრამ ამავდროულად გვინდა აბსოლუტური მშვიდობა რუსეთთან, არ გვინდა ომი, გვინდა დიალოგი, გვინდა ეკონომიკური ღრმა ურთიერთობები და დაალაგება ამ სიტუაციის. ეს ჩანაწერები ჩვენ გადავეცით ხელიდან ხელში ირმა ინაშვილმა გადასცა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ყველა ამერიკულ სენატორს, ყველა ამერიკის კონგრესმენს. ჩვენმა მთავრობამ წაიღო ეს ჩანაწერები, მთელი სამსახური მოვიდა, გაანალიზა ყველამ, დადგინდა რომ არ არის ყალბი მსოფლიოს ყველა ელს დაურიგეთ, ყველა ელს, ევროკავშირის ელს. არავის ეჭვი ამაში არ შეუტანია. ახლა ახალი გამოკითხვა გაუკეთებია ვიღაცას და 71% სურს ევროპული პროგრამა ბატონო 71% სურს თურმე ევროკავშირი. ეს ერთი თემაა და ეჭვი არ მეპარება რომ ესეა. მეორე საკითხი არის რომ გვინდა თუ არა ჩვენ არის ჩვენ მოსახლეობაში ხალხი ვინც ამბობს რომ არ უნდა ევროპაში საერთოდ, მაგრამ ესეთი ხალხი სინამდვილეში უმცირესობა, მათ კი გონიათ რომ უმრავლესობა არიან. არ არიან უმრავლესობა. ჩვენ ვართ მომხრე ისეთი პოზიციის, როგორც აქვს შვეიცარიას, საქართველოს კავკასიური შვეიცარია. შვეიცარიას აქვს ძალიან ღრმა ინტეგრაცია. არა ნაკლები ვიდრე პოლონეთს, მაგრამ პოლიტიკურად თავისუფალია დამოუკიდებლობა აქვს შენარჩუნა. აი ზუსტად ესეთი ღრმა ინტეგრაცია გვინდა ჩვენ. ან ვიყოთ როგორც პოლონეთი თუნდაც. ის საუბარი რომ ევროპა ჩვენგან რაღაცას ითხოვს, ცუდს, ეს არის ხალხის მოტყუება. ნამდვილად იყო პერიოდი, როდესაც ევროპა ჩვენგან ბევრ რამეს ითხოვდა ზედმეტს და ამას აკეთებდა სწორედ ქართული ოცნების ხელშეკწყობით. იგივე LGBT-სთან დაკავშირებული მოთხოვნები რატო იყო? იმიტომ რომ ქართული ოცნება გაუგებარ პოზიციას იკავებდა. მაშინ ჩვენ ვამბობდით რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ LGBT-ს პროპაგანდის. ჩვენ ვართ პირველი პარტია, ვინც სააკაშვილის დროს 100.000 ხელმოწერა შეაგროვა და პარლამენტში შეიტანა LGBT-ს. მაშინ პარტია არ ვიყავით, მაშინ ვიყავით წინააღმდეგობის მოძრაობა, საერთოდ პარტია არ ვიყავით. შევიტანეთ ამ LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ. პარლამენტმა არ მიიღო. ჩვენ ვართ პირველი ორგანიზაცია, მაშინაც არ მახსოვს უკვე პარტია გავხდით თუ არა ქართული ოცნების დროს, როცა 250.000 ხელმოწერა შევიტანეთ პარლამენტში, რომ აიგზავნოს LGBT-ს პროპაგანდა. ქართულმა ოცნებამ კატეგორიული უარი თქვა ამ ყველაფერზე და პირიქით ხარს უჭერდა მაშინ და ქართული ოცნების წარმომადგენლები ღიად ამბობდნენ, რომ ვინცო არ შეეგუებაო ამასო, აი ამ პარადებს და რაღაცას. იმათო პოლიცია შეაგუებსო. ჩვენ მაინც არ შევეგუეთ. პირველი ადამიანები, ვინც ამასთან ბრძოლის გამო დააპატიმრეს, იყო ჩვენი ხალხი, წინააღმდეგობის მოძრაობის, იგივე მანჯავიძე სოსო, იგივე გარდაცვლილი უკვე ირმა ინაშვილის ძმა კოტე ინაშვილი, თუ არ ვთქვი იქ მერაბ ჭიქაშვილი და სხვები. ეს ყველაფერი რეალობა იყო. მერე სხვა პარტიები თუ სხვა ორგანიზაციებიც ჩაებმენ ამ თემაში და ის სხვა ორგანიზაციები კიდე მერე ჩვენ გვეჩხუბებოდნენ. როცა ჩვენ უკვე გავიარეთ ეს გზა და ახლა თქვენ მიდიხართ.
კი ბატონო, ამ გზაზე მე ჩაერთო იქ ფალავანდიშვილი იყო თუ ალკინი ჩვენ გვეჭვობოდა რატომ არ ერთვებითო. მე როდესაც მოვიდა ტრამპი, რომელმაც თქვა უკვე რომ მორჩა LGBT, დაამთავრდა LGBT, აღარ არის და ეს ამბავი მთელ სოფლიოში ჩაქრა. ამ დროს უცებ ქართული ოცნება გამოვარდა ავანსცენაზე და დაიწყო ლაპარაკი რომ არა LGBT და აუგზავნო კანონიც მიიღო პროპაგანდის. ეს გააკეთა მაშინ, როცა უკვე ტრამპმა სოფლიოში თქვა რომ აღარ იქნება ეს LGBT და ჩაქრა ეს თემა ყველგან. და სულ ამას გვეუბნება ევროპა ამას გთხოვდა ბიჭო. ევროპა რო გთხოვდა თქვენ მაშინ ჩუმად იყავით და ევროპა რო აღარ ითხოვს, ეხლა იძახით რომ ევროპა ითხოვსო, აღარ ითხოვს უკვე, იმიტომ რომ მოგდა ამბავი და თქვენ იძახით ითხოვსო. ეს პირველი ტყუილი. ეხლა გახდნენ მართლმადიდებლების დამცველები, კაცო, ჩვენ არ ვიცავდით ამ პანსიონატს იგივე ახალქალაქში, რომელიც დახურა ხელისუფლებამ, ორთვიანი ომი გქონდა ამაზე და ვინ დახურა ეს მართლმადიდებლური პანსიონატი? ქართულმა ოცნებამ. და ეხლა უცებ გახდა მართლმადიდებლობის დამცველი და იძახის რომ ევროპა ებრძვის რელიგიას, კაცო. ევროპა კი არა, უამრავი NGO ებრძოდა რელიგიას და უამრავი NGO იბრძოდა ამისთვის და ჩვენ მაშინ ვიცავდით და ეხლა ეს გახდა დამცველი. ახლა დღეს რა ხდება? დღეს რა სიტყავს ევროპა ჩვენგან და ამერიკა? ეს თქვათ, კაცო, ყველაფერი დინამიკაში არსებობს. გუშინ რაღაცას გთხოვდნენ, დღეს რაღაცას არ გთხოვენ. გუშინ ვიღაცა ითხოვდა LGBT-ს, ტრამპმა თქვა დაამთავრდა LGBT, აღარავინ აღარ ითხოვს LGBT-ს. გუშინ ითხოვდნენ მართლმადიდებლობას, ებრძოდნენ და შენც ქართულ ოცნებას ვეუბნები, შენც ებრძოდი. დღეს შენ გამოდიხარ მართლმადიდებლობის დამცველი თურმე, არ გაიშვა შენი დაცული მართლმადიდებლობა და ახლა პატრიარქს რო ლანძღავდნენ, ჩვენს გარდა ვინ იცავდა, ვინ აი ჩემი დაინაშვილის და აქციებს მართავდი. სად იყო ამათი ერთხელ მაინც დაიწყეს. დღეს ეხლა ესენი გახდნენ დამცველები, მაგრამ დღეს სოფლიოში ისევ ტრამპის მერე აღარ არის რელიგიური ბრძოლა. ტრამპმა გააჩერა როგორც LGBT, ასევე რელიგიური საკითხები. რა დარჩა? რა სიტყავს დღეს ჩვენგან ამერიკან და ასევე ეს თქვათ. იმ ძველ ტყუილებს კი ნუყვებით. დღეს რა ხდება? დღეს ამერიკა ამბობს რომ თქვენ და ეს სიმართლეა მიიღეთო დასმენების შესახებ კანონი. მიიღეთ კანონი, ნებისმიერ ადამიანს ეხა შეუძლია დაწეროს ჩემზე და შენზე რომ აი ესენიო რო ლაპარაკობენო, მე მგონი ესენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოდიან და აღძრავენ საქმეს. საბჭოთა დასმენების კანონი აღადგინეთ, ეს კანონი საფრანგეთმა რომ მიიღოს, ამერიკა იმასაც მოთხოვს და ევროპა რომ გააუქმეო. კი არ დაინდობენ იმას. დღეს შენ მიიღე კანონი რომ მომიტინგეებს იჭერ ციხეში. ეს კანონი რომ მიიღოს საფრანგეთმა, იმასაც მოთხოვენ რომ გააუქმე ეს კანონიო. დღეს შენ ადამიანები ციხეში ყავს, აი რისთვის ის ხოშტარია? პლაკატზე დაწერის გამოზის ხოშტარია, არ ჩემი მეგობარია ცხოვრებაში საერთოდ ერთხელ თუ ორჯერ მყავს ნანახი. პირიქით სუქრობდა ხოშტარია. პირიქით სულ ჩვენ გვებძოდა და პროკურატურა შეიტანა ჩვენ წინააღმდეგ საქმე, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? სიმართლე ხო უნდა დავინახოთ რომ ეს ადამიანი არაფრის გამო არ ზის, კაცო, რაღაცა პლაკატზე დაწერა რუსეთის აგენტები ხარ თუ ამას ისედაც უგეუბნებიან. და ამის გამო დაიჭირეთ, კაცო და ზის რამდენი თან დიდი ისა აქვს, ნიჭე წელიწადი თუ რაღაც მეანჭა ცოტა მეტი. როგორ შეიძლება ამის გამო ადამიანი იჯდეს, კაცო, არ აქვს წვენი. მეუბრალდებაც აქვს მას ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებების. ყველას აქვს ეხლა ეს ძალდები და ამას გეუბნება დღეს ისინი რომ გააუქმე ესენი, ნუ იჭერ ხალხს. ჩაატარეს სამართლიანი არჩევნები, სხვას რამეს ითხოვს ეხლა დღეს ეს ამერიკა. გამჭვირვალობის შესახებ კანონის. თუ სხვა რამეს ითხოვს, გითხარით კონკრეტულად ეს სხვა რამეები, იმას კი ნუ გვიყვებით გუშინ წინ რას ითხოვდნენ, რასაც აღარ ითხოვენ. იმიტომ რომ სხვა პრეზიდენტი მოვიდა და შეიცვალა ყველაფერი. ის თქვით დღეს რას ითხოვენ და არაფერს აღარ ითხოვენ დღეს. ეს კანონები გააუქმეთ, თქვენ ამის გაუქმება არ გინდათ, იმიტომ რომ თქვენ მონათლობელობა გინდათ ააშენოთ და ხალხს აბოლებთ რომ აი ჩვენ იქიდან და ეროვნულ ინტერესებს სოფლიო შეიცვალა თქო დღეს ინტეგრაცია დიდია, კაცო, ჩინეთსაც თხოვენ რომ ეს გააუქმე ეს კანონი და ის კანონი და ის კანონი. ჩინეთსაც თხოვენ, რუსეთსაც თხოვენ, შენც მოგთხოვენ და საფრანგეთსაც მოთხოვენ და ყველას მოთხოვენ და ჩინეთმა უფრო მეტი კანონები გააუქმა და უფრო მეტი თანამშრომლობა გამოიჩინა ვიდრე თქვენ. და რითი ხართ უკმაყოფილო კიდე ვერ გავიგე. ხო, ნუ იმას პირდაპირ არ ამბობენ, რომ იქ პირდაპირი მოთხოვნა რაც არის ბატონ დავით და ნომერ პირველი მოთხოვნა ეს გახლავთ ბატონი ბეძინა ივანიშვილის პერსონალური დასანქცირება, მისი ოჯახის წევრების, მისი გარემოცვის, მისი პოლიტიკური ელიტის და ასე შემდეგ. აი ესეც კობახიძის ბრალია. ამას არ ამბობენ ზუსტად. დარტყმები ივანიშვილზე არის კობახიძის პოლიტიკის შედეგი. რა თქმა უნდა, მისი ქმედებებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს კაცი გამოდიოდა და ეს კაცი ქმნიდა, ასე ვთქვათ, თავის გადმოსახედიდან რაღაცა მცდარ პოლიტიკას ყველა მიმართულებით. ბატონ დავით, ახლა ცოტა დრო დარჩა და რა მინდოდა მეთქვა. დიახ. ცოტა სხვა საკითხზე მინდა ვისაუბრო. სხვა არ არის. გუშინ მე მინდა შეგახსენოთ ცხონებული
ლევან გაჩეჩილაძე, რომელმაც ძალიან დიდი ბრძოლა გაწია და იღვაწა სააკაშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. და მე ვფიქრობ, რომ სათანადოდ არ არის დაფასებული ამ კაცის ღვაწლი და ბრძოლა და რომელმაც მოიგო არჩევნები. საპრეზიდენტო არჩევნები მოუგო მიხეილ სააკაშვილს. ნამდვილად მოუგო. სააკაშვილის მომხრეები ამბობდნენ მერე ზოგიერთ ისეთ პირად საუბრებში, რომ 50% ვერ დააგროვაო, მაგრამ სააკაშვილზე მეტი აიღო. ხო, აიღო მეტი. მეორე ტურიც რო ჩატარებულიყო, ნამდვილად მოუგებდა. იმათ თუ დაუჯერ, მე რო ვკითხო, პირველივე ტურში მოიგო. მაგრამ ახლა რა ხდება და მე მახსოვს როგორ გამობძანდა გია ნოდია მე მგონი და მაშინ რაღაცა NGO-ს ხელმძღვანელობდა, რომელიც რაღაცა exit poll-ებს ითვლიდა და ასე აკანკალებული ყბით გვიყვება, რომ 52% დააგროვა მიხეილ სააკაშვილმა ტყუილს, აშკარად ტყუილს. და ამის მერე ამ სრულიად უცოდინარ კაცს ნიშნავენ განათლების მინისტრად, რომ მთლიანად გააგრძელოს გრევა განათლების სისტემის. ეხლა ეს ბატონი გია ნოდია სამხედრო ექსპერტიც გახდა და გამოდის მე გუში ვნახებ მისი გამოსვლა იქ ფორმულაზე შეიძლება უფრო ადრე გამოვიდა და იქ გვიყვება ბჭობს ესე იგი ეს ლიბერალია ტრამპი არ მოწონს ეთქობა და ბჭობს აშკარად ყუილებს ყვება რომ აი რა იყო ამერიკის თურმე ირანში ამოცანა ამერიკის ირანში ამოცანა გია ნოდიას და ნოდიებს მინდა უთხრა საჯაროდ იყო გაცხადებული ინგლისური იცის ნოდია და უნდა წაიკითხოს საჯაროდ ამერიკის ისრაელის სხვა შორის მათი მოკავშირე დიდი ბრიტანეთის იყო რო იცოდეს ნოდია საჯაროდ გაცხადებული იყო მინიმალური ამოცანა ეს არის 11000-მდეა იქ თუ არ ვწდები 11000-მდე ობიექტი, რომელიც უნდა მთლიანად განადგურდეს. Მთლიანად იყო 50000 ობიექტი გაცხადებული, რომელიც უნდა განადგურდეს, 50, მაგრამ მინიმალური ამოცანა იყო 10000 რაღაცა ობიექტის განადგურება. ეს იყო მინიმალური ამოცანა, ასევე მინიმალური ამოცანა იყო პოლიტიკური ელიტის, მართველი პირების განადგურება. არანაირი სხვა მინიმალური ამოცანა არ ყოფილა, ეს იყო მხოლოდ ამავდროულად ისრაელს ჰქონდა მინიმალური ამოცანებში იმ ტერორისტული ორგანიზაციების განადგურება, რომლებსაც აფინანსებდა ირანი იქ. სხვა არანაირი მინიმალური ამოცანები არ იყო გაცხადებული, ამას ნოდიების გასაგონად ხსნი. ეს ამოცანა მთლიანად მიღწეულ იქნა 60 დღეში, რისი უფლებაც ჰქონდა ტრამპს. მას არ ჰქონდა ომის წარმოების 60 დღეზე მეტი ომის წარმოების უფლება. ამ პერიოდში მთლიანად განადგურდა ეს 10000-ზე მეტი სამხედრო ობიექტი. განადგურდა ფლოტი, საზღვაო, განადგურდა ფლოტი საჰაერო, განადგურდა სარაკეტო ფლოტის 90%. განადგურება დაიწყეს იმ ქარხნებისა, რომლებიც ორმაგი დანიშნულება რას ნიშნავს, ესე იგი პროდუქციას აწარმოებს მოქალაქეებისთვისაც და სამხედროებისთვისაც. ამ ქარხნების ასევე მოსპობილიყო იმ ელიტის ყველა მთავარი მოქმედი პირი, ეს ამოცანაც მიღწეული იყო და შემდეგ ეტაპზეც კი მოასწრეს გადაცვლა, სადაც იყო უკვე ისეთი ობიექტები, ხიდები, ელექტროენერგიის, მაგრამ იქ ირანმა ესენი უკვე მინიმუმს იქით იყო ამოცანები, იქ ირანმა მიმართა ხრიგს 100000 კაცი მიიყვანა 100000 და დააყენა ეს ხალხი ამ ობიექტებთან და გასაგებია რომ ეს ქვეყნები ახლა არის დემოკრატიული ქვეყნები იმ ხალხს ვერ დაბომბავდნენ ასე რომ ამერიკამ პირველი მინიმუმი ამოცანა მიღწეულ იქნა. ეხლა ნოდია რო გვიყვება რომ თურმე მინიმალური ამოცანა იყო რომ რეჟიმი რაღაცას დათმობს, ტყუილია, ეგეთი მინიმალური ამოცანა არ არის იქ და არც ყოფილა დასახელებული. მაქსიმალური ამოცანა იყო რეჟიმის თვლიანი შეცვლა, მაგრამ ასევე ბატონმა ნოდიამ უნდა გააცნობიეროს და ნოდიებმა როგორ იყო ეს ამოცანა დასმული, მხოლოდ იმ პირობებში თუ აღმოჩნდება ნოყიერი ნიადაგი. რა არის ნოყიერი ნიადაგი, რაც არ აღმოჩნდა იქ. მე მომყავს სულ ავღანეთის მაგალითი და მე მგონი ამ ხალხს რო ვლაპარაკობა, ვერ იგებენ რას ვამბობ. ავღანეთი თავის დროზე ჯერ კიდე გიორგი სააკაძემ აიღო, რომ ამბობენ აუღებელიაო. მაგრამ საბჭოთა კავშირმაც დაიპყრო ავღანეთი და ამერიკათმაც. ორივე ქვეყანამ, საბჭოთა კავშირმაც და ამერიკამაც, რო დაიპყრო ავღანეთი, ცდილობდა იქ თავისი ცივილიზაციის შეტანას, ეს ბუნებრივია. ვერც ერთმა ის ვერ გააკეთა. ავღანეთში ცხოვრობს 20-ზე მეტი ესე იგი სხვადასხვა ეროვნებები, სხვადასხვა ეთნოსები, ტომები პირდაპირ ვთქვათ, ჯამში 20-ზე მეტი არიან. ესენი. მარტო პუშტუნები კი არა, მაგალითად ჩვენთვის ცნობილი ყირგიზები, ყაზახები, თურქმენები ცხოვრობენ
ტაჯიკები ცხოვრობენ, მოკლედ 20-ზე მეტი არიან ესენი და სხვადასხვა ენაც აქვთ. კულტურულადაც არსებობს დიდი განსხვავებები მათ შორის და ავღანეთში არის აი ესეთი ეთნიკური, ტომობრივი, კლანური საგვარეულო მართლობა და ეს მართლობის სისტემა არის მე-9 საუკუნეების სისტემა. ვერც საბჭოთა კავშირმა და ვერც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვერ შეცვალა ეს სისტემა. საბჭოთა კავშირი ცდილობდა რომ საბჭოთა სისტემა დაენერგა, ამერიკელები ცდილობდნენ რომ დაენერგა ამერიკული სისტემა დემოკრატიული მართლობის ვერ გააკეთეს. მაინც ის მე-9 საუკუნის კლანურ, გვარულ, ტომობრივ რაღაც ეთნიკური მართლობის სისტემა. პოლიტიკური ვერანაირი ცვლილება. ვერ შეცვალეს ეკონომიკური ურთიერთობები, კაცო, ეკონომიკა ძირითადად ნარკოტიკების რეალიზაციაზეა მოყვანაზე და რეალიზაციაზე ორიენტირებული. ესეც ვერ შეცვალეს. ვერანაირი თანამედროვე ეკონომიკური სისტემები, სადაც საქმეებს არ არჩევენ და ხალხს არ კლავენ, ვერ დანერგა, ვერც საბჭოთა კავშირმა, ვერც ამერიკამ. ვერც სოციალურ სფეროში ვერაფერი ვერ შეცვალა, კაცო, განათლების სისტემა ვერ შეცვალა თქო 50%-მა მოსახლეობის კაცების ნახევარმა წერა-კითხვა არ იცის. ნახევარმა. ქალებზე არ ვლაპარაკობს, სხვა ციფრებია. ზოგი წერს 70%-მა არ იცისო, ზოგი წერს 80%-მა, ზოგი წერს 95%-მა ქალების არ იცის წერა-კითხვა. ქალი საერთოდ სახლიდან ვერ გამოდის და ვერ შეცვალა ეს სისტემები, ვერც პოლიტიკური, ვერც ეკონომიკური, ვერც სოციალური, ვერც მეცნიერება, ვერც განათლება, მედიცინა, კაცო, მედიცინა. ეს სფეროებიც კი თანამედროვე წამლები ვერც საბჭოთა კავშირმა შეცვალა, ვერც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ამიტომ წავიდა საბჭოთა კავშირი ავღანეთთან. ამიტომ გაიქცა ამერიკაც ავღანეთთან. მენტალიტეტიც ვერ შეცვალა. აქ ჩვენ 50 წელი ვერ შევცვლით. იგივეა ირანში. ამ ომის პროცესში დაინახა ამერიკამ, რომ მენტალობა ირანელების არ არის ისეთი, რომ იქ ამერიკა შევიდეს და სახმელეთო ოპერაციაზე არც იყო ლაპარაკი, ეს უდავის საკითხი იყო. ხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქ ნოყიერი ნიადაგია, იმიტომ ამერიკამ გაითვალისწინა ავღანეთის გამოცდილება და სირიაშიც ის მოქმედებდა ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე და აქაც იგივეა, აქაც სულ ეხლაც მიდის ლაპარაკი, რომ ადგილობრივი მოსახლეობის შეცვლა უნდა დავიწყოთ, რომ მათ ხარჯზე მოხდეს. იქ არ იქნება სახმელეთო ოპერაცია, იმიტომ რომ დემოკრატიული ქვეყნებია და შემდეგ შეიძლება რას ნიშნავს დემოკრატია, იცით რომ 100-მა მშობელმა დაღუპული შვილები შეიძლება პრეზიდენტს უჩივლოს და დაიჭირონ კიდევაც პრეზიდენტი თუ დამტკიცდება რომ ეს ოპერაცია არ იყო გამართლებული. ამიტომ სხვა სამყაროა ის სამყარო და სხვანაირად მოქმედებენ და მინიმუმი სრულად მიღწეულია. ეხლა ორმოზის სრუტეო, კაცო, ორმოზის სრუტეს და მთელი პერიმეტრი დაბლოკილი ქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. და აქედან იგებდა, არ უშვებდა შიგნით გემებს და იქიდანაც ხო ვერ გამოვიდოდნენ. გასაგებია რომ აქ 25% თქვა ხევადი გაზის ამოძრავობს მაგალითად, ხო? ამერიკამო წააგო, ნოდია რა წააგო, ამერიკას თავისი ნავთობია, კაცო, რომელიც არ იცის, ევროპაშიც უნდა და ყველგან რო შეიტანოს და შეაქვს კიდევაც. საერთოდ კაც არ ესმის საკითხები, რომელზეც ლაპარაკობს. ეს სრუტე დახურული რო იყო, ეს აწყობდა მხოლოდ ამერიკას და მხოლოდ რუსეთს. მაგრამ გაიხსნა, რატო გაიხსნა? ზეწოლა უზარმაზარი და იმიტომ იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებზე არის უზარმაზარი ზეწოლა. ამაშია საქმე, რომ სხვებიც ხედავენ, რომ ამით იგებ მარტო ამერიკა და რუსეთი და ამიტომ იძულებულიც არიან, რომ ეს გააკეთო. რატომ არ გრძელდება ომი? ისიც არ ესმით. არ არის ამერიკის შიგნით თანხმობა არც კონგრესის, არც სენატის, არც სრულიად პოლიტიკური საზოგადოების. ამიტომ ვერ გრძელდება ომი. არ არის შიდა თანხმობა, დემოკრატიული ქვეყანა კანონი კანონობს. აი ამიტომ არ არის და არა იმიტომ ვიღაცა მეუბნება ირანმა ომი მოიგო, კაცო, ფლოტი აღარ აყავს. არც საზღვაო, არც საჰაერო, არც არაკეტო, ამდენი რაღაც დაინგრა, ამდენი ლიდერი მოუკლეს, ომი მოიგო. ნუ აბა მე არ ვიცი, აბა ომის საგება რაღა არის. ესე იგი ამ ხალხს გონია რომ მაინც და მაინც უნდა დაიპყრონ ეს თლიანად სახმელეთო ოპერაციით დაიპყრონ. აღარ არის ეგეთი ომები, აღარავის აღარ იპყრობს ასეთნაირად, ეს მარტო ჩვენ ვართ ისეთ გარემოცვაში, რომ იქით რუსეთი, იქით თურქეთი, იქით რომ ასე დაგვიპყრონ, თორე სხვაგან ესე აღარ ხდება. მოკლედ, ისევ აი ეს გაუნათლებლობის პროპაგანდირების მაქსიმუმს ხედავ ჩვენ. როგორც წესი და სამწუხარო. ჩვენი გადაცემის დრო ამით ამოიწურა, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, ნახვამდის. დიდი პატივისცემით, გემშვიდობებით, ნახვამდის.